ზაფხულის დადგომასთან ერთად კასპიის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. ქვემო ჭალასა და გორაკაში მოსახლეობას სასმელი წყალი დღე-გამოშვებით გრაფიკით მიეწოდება. სარწყავი წყლის გარეშე კი ხალხი უკვე 18 წელია 2008 წლის ომის შემდეგ დარჩა. ამის გამო ადგილობრივები მიწას ვეღარ ამუშავებენ და იძულებულები გახდნენ ხილბოსტნეული იყიდონ. თავად კი მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას მიჰყონ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მაგისტრალური ქსელებისა და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, სოფლების გამრიცხველიანება და სასმელი წყლით უზრუნველყოფა მაინც ვერ მოხერხდა. ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი. არ მოდის წყლები, ჭირს ზაფხულში წყალი, სარწყავებში აქ გაშვებული ნაკვეთებში და ვართ უწყლოდ. ჭას ვხმარობ. აგერ აქ ვხმარობთ ჭას. ეს წყლები არის მარილიანი. ბევრად უკეთესია ეს წყლები, იმის სოფლის წყლები, ვიდრე ესა. ამას არ ვხაროთ დასალევად, იმიტომ მარილიანია. ზაფხულის დადგომასთან ერთად სოფელ ქვემო ჭალაში სასმელი წყლის პრობლემაც დგება. წყალი, რომელიც მოსახლეობას გრაფიკით დღე-გამოშვებით მიეწოდება, ზაფხულში გაზრდილი მოხმარების გამო სოფელს აღარ ყოფნის. ზაფხულში გვიჭირს, ზაფხულში ძალიან აჭირს. ის ორი გრაფიკიც რომ მოდის, აქ მაღლობში ვართ და ჩვენთან არა მოდის, იშვიათად ამოდის ჩვენთან წყალი. აბა მეტი რა ისა გვაქვს ახლა საშუალება. სოფელს ვერ წაუხვალ წინააღმდეგი. მოსავალი ხო უნდა მოიყვანოს. ხომ გააკეთეს და ეს? ჩვენთან არ გაკეთდება, იმიტომ ჩვენთან მოდის აი გზემოდან ოსების მხრიდან მოდის. არა, სასმელი წყალს გულს. სასმელი წყალიც არ ყოფნის, მე რო არის გაკეთებული ამ ხელა სოფელია და არ ყოფნის. ბევრი ხალხი მოდის, მთელი დაჩნიკობა და ის აქ არის სულად. კი, ზაფხულში და ხო უნდათ წყალი. თავისთავად ყველაფერი მეტი იხარჯება. რაც მეტია ხალხის რაოდენობა, ხარჯიც მეტი გვაქვს. გრაფიკით არის, ხო? ხვალე ხო იქნება წყალი. იქ არ მოვა ჩემთან. ეს ვიცი რომ არ მოვა, მე წამაკ. სარწყავი წყლის პრობლემაც არის. კი. ადრე მოდიოდა წყალი მონასტერია სოფელი, რუსები არიან იქ. იქიდან მოდიოდა წყალი და წყალს. ეხლა მე ბახს ვერ ავწყავ. 440 მიასაძი მაქვს სახელი მედგას. ჭიდან რასაც უღაწრებ იმას ვწყავ მეძიე. მოსახლეობის ნაწილს ჭები აქვს გაკეთებული და ზაფხულში ამ წყალს იყენებენ. ჭის წყლით ცდილობენ საკარმიდამო ნაკვეთზე მცირე მოსავლის მოყვანას. სოფელ ქვემო ჭალაში სარწყავი წყალი წყლებია არ არის. პრობლემამ ადგილობრივების ცხოვრების წესი სრულიად შეცვალა. თუ კი ადრე ბოსტნეული და ხილი მოჰყავდათ, ახლა ცდილობენ თავი მესაქონლეობით ან მეფუტკრეობით ირჩინონ. წვანილიც გადავაპნევ ხოლმე მაინც და ასე თუ ისე წვიმის იმაზე ხარჯზე ამოდის. აი ესე ვასრულებ რაღაცეებს. ჭის წყლით. სოფლის წყალი არის, მაგრამ ძალიან იშვიათად მოდის, ძალიან იშვიათად. სამზარეულოში და მასაბანოზე ვერ ავხმარობთ, იმიტომ რომ ძალიან დორეთ მოდის აქამდე, ხან ვერ აღწევს და აღარა მქონდა. წიწაკა მქონდა ხოლმე, რომ აი რქებივით იყო ესეთი. რომ ამოვიღებდი ბანკიდან წნილს მიხაროდა ხოლმე, პამინდორი, ყველაფერი მომყავდა, კიტრი. შარშან ვენახში დასხმით მოვიყვანე კიტრი, მთელი ზაფხული მქონდა, მაგრამ ძალიან საწვალებელია. საერთოდ მცენარეს უნდა მიგდებით. სოფელში ხალხი აღარ აჩერდება. რო გაჩერდე რა გააკეთო? ეს კი ქვემო ჭალის მოსაზღვრე სოფელი გორაკაა. უწყლობის გამო დამუშავებულ და მოვლილ ბაღს აქაც ვერ ნახავთ. სარწყავი წყალი ამ სოფელში ოკუპირებული სოფელ მონასტრიდან მოდიოდა. 2008 წლის შემდეგ სოფელ გორაკასა და ქვემო ჭალაში სარწყავი წყალი აღარ ყოფილა. ალტერნატიული სარწყავი წყლის მოძიება ვერ მოხერხდა და წლებთან ერთად უწყლობა სოფლებს მძიმედ დაეტყო. სულ დაუმუშაველია, რამის 1 ჰექტარი მიწა აღარ ირწყვის მონასტრამდე, საერთოდ არც 1 ჰექტარი მიწა არ მუშავდება. რო დაამუშავო უწყლოდ რა უნდა გააკეთო? გახვა ხეხილი, გახმა ვენახები და საერთოდ არ ირწყვის და არაფერი მოსავალი ჩვენ აღარა გვაქვს. გორაკასგან განსხვავებით ქვემო ჭალა დიდი სოფელია. აქ 600-მდე მკვიდრი ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქელების მსგავსად სოფლის მცხოვრებლები ყიდულობენ ხილსა და ბოსტნეულს. ჩვენ ნაკვეთებს წყალი არ უნახიათ. რამდენი წელია? 15-20 წელია. ხილი იქ აღარ არის, არაფერი აღარ არის და დაერგა ამ ვედრით უნდა მიზიდო წყალი და ისე უნდა დაუსხა ახეირო, მაგრამ ისე ხმება მე. ბოსტნეული გვინდა, მოსავალი გვინდა, შარშანა, მეთესა
სადაც მე თესახუმე ლობიო შარშარო დავთესე 3 მეშოკ ნახევარს ვიღებდი ხოლმე და შარშან 1 ვედრა ავიღე 10 კილოანი. ხო და აბა არ დაიცლება მე ჩემს შურსა როგორ დავიჭერაქა ვერ დავიჭერაქა იმი გულისთვის რომ მე რა დავიჭირე სოფლათა რომ იმან რა უნდა დაიწლოს ხო სარწყავის წყალი საერთოდ ეხლა ოკუპირებული არის და ცხინვალიდან მოდიოდა ხოლმე და საერთოდ გადაკეტილი არის ზემოთ ოსების სოფელია გინდაც ახლო ვართ კარგათა ვართ განაცუდათა ვართ მაგრამ იქიდან სათავედან რომ მოდის უკვე აქამდე ვეღარ მოდის სოფელ ქვემოჭალას მოსახლეობას სასმელი წყლით 24 საათიან მომარაგებას ჯერ კიდევ 2017 წელს დაჰბირდნენ. მას შემდეგ არაერთი სამუშაო განხორციელდა. 2019 წელს კი წყალსადენის მაგისტრალური ქსელების და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900.000 ლარით დაფინანსდა. დამონტაჟდა მრიცხველებიც, თუმცა მოსახლეობისთვის 24 საათიანი წყლის მიწოდება ვერ მოხერხდა და შესაბამისად მრიცხველებიც არ ჩართულა. წყლის რაოდენობა საკმარისია. ეს დამოკიდებულია მოსახლეობის ხარჯვაზე. როგორ მოიხმარს ამ წყალს. აი თუ გამრიცხველიანება იქნება ნორმალურ რეჟიმში თუ იმუშავა გამრიცხველიანობამ და ის უკვე მოსახლეობა აღარ მორწყავს იმით. თუმცა რომ გამრიცხველიანდეს უნდა მიაწოდოთ 24 საათის. 24 საათიანი კი. წყლის ხარისხზე რა შეგვიძლია? წყლის ხარისხი მოწდება და ეხლა შესაბამისად საქლორატორები გვაქვს ყველაფერი და იქლორება ჩვეულებრივად როგორც მიღებულია. ყველა თანხმდება, რომ წყლის მიზნობრივი ხარჯვის საუკეთესო საშუალება გამრიცხველიანებაა. მრიცხველების ჩართვა დამოკიდებულია კომპანიის მხრიდან ხარისხიანი წყლის 24 საათიან მიწოდებაზე. ეს კი ამ ეტაპზე კასპის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში არ ხდება.